დილამშვიდობი საქართველო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ყოველი წლის 31 მაისს დედამიწა აღნიშნავს მსოფლიო დღეს თამბაქოს გარეშე, რითაც აქცენტი თამბაქოს მომხმარებასთან დაკავშირებულ რისკებზე კეთდება. ფართომასშტაბიანი კამპანიის მიზანი თამბაქოს მომხმარების შემცირებაა. სპეციალისტები კი თავგამოდებით ირწმუნებიან, რომ სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ თამბაქოს მოხმარებაა. არადა მისი პრევენცია შესაძლებელია. თუ როგორ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყაელიძე გვიამბობს. დილამშვიდობის ბატონო ამირან. რამდენადაც ვიცით, საქართველოს მიერთებულია ჩარჩო კონვენციას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეგიდით მიერ მიღებულის და გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს. ამის ფარგლებში ხდება ეს თუ რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც 2003 წელს ძალიან დიდი დებატების შემდეგ მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ. ჩვენ ხელი მოვაწერეთ საქართველოს ამ დოკუმენტს 2003 წელსვე. შემდეგ 2005-ში მოხდა მისი რატიფიცირება პარლამენტში ჩვენთან და 2006-ში შევიდა ძალაში საქართველოში. ეს ამ ჩარჩო კონვენციას დღეს მიერთებულია დაახლოებით 170 ქვეყანა მსოფლიოსი და ამ ჩარჩო კონვენცია განსაზღვრავს ძირითად პრინციპებს თამბაქოსთან ბრძოლის. ის აღიარებს თამბაქოს როგორც ერთ-ერთ ყველაზე ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტს, ამაზე დებატები უკვე მსოფლიოში აღარ არის და ჩარჩო კონვენცია განსაზღვრავს სწორედ მიმართულებებს თუ ქვეყანამ რა უნდა განახორციელოს ამ თვალსაზრისით. რამდენადაც ვიცით, 8 კანონში არის საჭირო გარკვეული ცვლილებების შეტანა და ამასთან ერთად ეგრეთ წოდებული სახელმწიფო სტრატეგია უნდა შემუშავდეს. რას გულისხმობს ეს და საერთოდ ესე დოკუმენტის სახით რა ფორმა შეიძლება ქონდეს ამ სტრატეგია? ეს გახლავთ მარტის დადგენილება მთავრობის, რომლის მიხედვითაც შეიქმნა სამთავრობო კომისია, პირადად ბატონ პრემიერის ხელმძღვანელობით 10 მინისტრია წარმოდგენილი ამ კომისიაში, ჩვენი ცენტრი წარმოადგენს სამდივნოს და დაევალა კომისიას, რომ შეიმუშაოს სტრატეგია გეგმა 5 წლიანი განვითარების მულტისექტორული თუ რომელ სექტორს, ანუ რომელ სამინისტროს რა პასუხისგებლობები აქვს ამ 5 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ თამბაქოს მოგეხსენებათ მოხმარების შემცირება არ არის დაკავშირებული მხოლოდ თქვათ ჯანდაცვის უწყების აქტივობასთან, ან მხოლოდ თქვათ განათლების უწყების აქტივობასთან. ის გახლავთ საერთო ასეთი საზოგადოებრივი კონსენსუსის საკითხი, რომ ჩვენ ვაღიაროთ ყველამ, რომ თამბაქო გახლავთ ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნე, ამაზე ძალიან ბევრი მტკიცებულებაა, თქვენც მოიყვანეთ აქ ციფრები, 6 მილიონი ადამიანი, 6 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად კვდება მხოლოდ თამბაქოსთან დაკავშირებით. 600,000 პასიური მწვეველი ჩვენ საქართველოში, ჩვენი ციფრები არის 11,000 ადამიანი ყოველწლიურად, ეს გახლავთ მთელი სიკვდილობის საქართველოში ყოველწლიურად თქვათ 20-დან 25%-მდე, აქედან 3,000 ადამიანის რასაც ბრძანებთ ამ პასიური მოწვევის გამო, ანუ ყვამლის შედეგად. ამიტომ ეს აღიარებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფრთხეთ. ამიტომ სერიოზული ღონისძიებები. რა არის ყველაზე ეფექტური, თქვათ ამის ნამდვილ რამე? ერთი არ გახლავთ, აქ არის ყოველთვის კომპლექსური მიდგომა. არ თქვათ, არც მარტო აკრძალვითი ღონისძიებები იძლევა სერიოზულ შედეგს, არც მარტო ერთის მხრივ საინფორმაციო ან სამკურნალო ღონისძიებები. ეს ყველაფერი უნდა იყოს კომპლექსურად. ანუ ძალიან ძლიერი საინფორმაციო კამპანია, ძალიან და რაც მთავარია, მუდმივი ასეთი კამპანია, რომ მოსახლეობაში დამკვიდრდეს კულტურა, რომ თამბაქო გახლავთ ჯანმრთელობისთვის ძალიან მავნე, ის იწვევს გულსიძახთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის პირველი მიზეზია, თქვათ, კიბოთის სიკვდილობის გამოწვევის უმთავრესი მიზეზი, ასთმით და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების გამოწვევის და შემდგომ განვითარებული სიკვდილობის ერთ-ერთი მიზეზი და რაც მთავარია, ყველაზე ძირითადი ფოკუს ჯგუფია, რომ ავიცილოთ თამბაქოს მოწევის დაწყება, ანუ ახალგაზრდებზე მეტი ვთქვათ ორიენტაცია და რა თქმა უნდა ამასთან ერთად ამ გრძალავი ღონისძიებები ეს დაადასტურა საერთაშორისო გამოცდილებამ იმ ქვეყნების, რომლებმაც სერიოზულ შედეგს მიაღწიეს ვთქვათ გულსიძახთა დაავადებების სიკვდილობის შემცირებაში, კიბოთის სიკვდილობის შეჩერებაში და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი სწორედ ესეთი მასობრივი საგანმანათლებლო და პარალელურად ამ გრძალავი ღონისძიებები მიმდინარეობს. ბატონო ამირან, არც დიდი ხნის წინ ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემაში წავიკითხე სტატია, რომ მას შემდეგ რაც ეს კამპანიები დაიწყო, ანუ ძირითად სტატია ეძღვნებოდა კრიტიკას ამ კამპანიებისა, რამ თუ პირიქით მოიმატა მსოფლიოს მასშტაბით მწვეველთა რაოდენობა, რეგიონების მიხედვით. რამდენად მართალია ეს და არის
მაინც ყოველთვის ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ მეცნიერულ ფაქტებზე, ანუ მტკიცებულებაზე, დამყარებულ ფაქტებზე უნდა ვილაპარაკოთ. ეხლა რასაც ჩვენ, თქვათ, ჩვენი ქვეყანა და აქტიურად ცდილობს ეხლა მთავრობა, რომ დიდი კამპანია გაჩაღდეს თამბაქოს საწინააღმდეგო ქვეყანაში. ეს თქვათ არ გახლავთ ის მეთოდები, რომლითაც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, თქვათ რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონება. ეს დასავლეთის ცივილიზებულმა ქვეყნებმა უკვე გაიარეს და ამის ყველაზე კარგი მაჩვენებელია, თქვათ, დასავლეთ ევროპის მემხედველობაში მაქვს ძველი ევროპის, ან ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის მაგალითები, ჩრდილოეთ ამერიკის, სადაც ყველაზე მთავარი მიზეზი დღეს ავადობის მოგეხსენებათ გახლავთ გულსიძახვა დაავადებები და შემდეგ მოდის კიბო, ხო? აი ამ დაავადებების, გულსიძახვა დაავადებების სიკვდილობა და ავადობა ზოგადად ამ ქვეყნებში წამოვიდა რეალურად ძალიან ქვემოთ ბოლო 20 წლის განმავლობაში. ეს არა იმიტომ, რომ თქვათ იქ ყველაზე კარგად კეთდება ოპერაციები გულზე, ან თქვათ სიმსივნეებზე, ან ყველაზე მეტი თქვათ ყველაზე გავრცელებული ოპერაცია გულზე აორტოკორონალური შუნტირება. არა. ეს იმიტომ, რომ ძალიან ფართოდ გაჩაღდა ესეთი პრევენციული კამპანიები თამბაქოს წინააღმდეგ, მაღალი წნევის წინააღმდეგ, დიაბეტის წინააღმდეგ. ამიტომ რაც მეტი ინფორმაცია შედის მოსახლეობაში და მოსახლეობა არის გათვითცნობიერებული თუ რა ზიანი მოაქვს თამბაქოს, მომატებულ წნევას რომ მან უნდა აკონტროლოს და მომატებული წნევის ერთ-ერთი მიზეზი თამბაქოა. რომ თქვათ სიმსივნე შეიძლება ითქვას აღარ არის ფატალური თუ შენ დროზე აღმოაჩენ და მკურნალობ მას და და პირველ რიგში რა თქმა უნდა პრევენციას აკეთებ მისი განვითარების შეიძლება ამის მოვლა. ამიტომ ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანია რომ კარგად შეჯერდეს და თქვენი როლი, მასმედიის როლი აქ არის და განსაკუთრებით ტელევიზიის როლი განუსაზღვრელი, იმიტომ რომ თქვენგან ყველაზე დიდი ინფორმაციას იღებს მოსახლეობა, ხო? ამიტომ არის რომ წლევანდელი სლოგანი თქვათ თამბაქოს საერთაშორისო მსოფლიო დღის გახლავთ პოპულარიზაციის აკრძალვა, სპონსორობის აკრძალვა და რეკლამის აკრძალვა. ეს უმნიშვნელოვანესია, რომ თქვათ, რაც ნაკლები იქნება რეკლამა, რაც ნაკლები იქნება ყურადღება ამაზე მოსახლეობის. კომისიას, რომელიც მარტში შეიქმნას, ჩვენთან ნათქვამია განცხადებაში ოფიციალურად, რომ იქ შევა არასამთავრობო სექტორის საზოგადოების სხვადასხვა წევრები. სავარაუდოდ მოსალოდნელია, რომ ბიზნესის ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებით შეიძლება მოხდეს თუ არა გათვლილი, რომ წინააღმდეგობა მათგან გარკვეული შეიძლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც თქვენ სვავთ. ამ კომისიას აქვს სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ჯანმრთელობის მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს. ამ სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან ფართოდ არსებობს საქართველოში ესეთი ალიანსი თამბაქოს საწინააღმდეგო, რომელშიც შედის 15 თუ 17 საერთაშორისო ორგანიზაცია. ამ კომისიაში შედიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ეკლესიის წარმომადგენლები, მაგრამ კომისია არ გულისხმობს თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობას. ეს არის ჩარჩო კონვენციაში პირდაპირ ჩანაწერი, ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების, ანუ რასაც იღებს ჯანდაცვის სფერო. ამ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა ინდუსტრიას ეკრძალება. თამბაქოს ინდუსტრიამ რა თქმა უნდა შეიძლება აწარმოოს მოლაპარაკებები ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლებთან, თქვა ცალკე, ფისკალური სფეროს წარმომადგენლებთან, მაგრამ ვერა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს. პირდაპირ არის ამაზე და სპეციალური აქტები, საკანონმდებლო აქტები გამოიცემა ქვეყნებში არის, რომ არ შეიძლება თამბაქოს ინდუსტრიის, იმიტომ რომ თამბაქოს ინდუსტრია მოგეხსენებათ თავისი ინტერესები აქვს ამ თვალსაზრისით და ეს პირდაპირ არის ჩანაწერი, რომ ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში დაუშვებელია თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობა. ბატონ ამირან, საქართველოში ამ კვირაულის ფარგლებში რა ღონისძიებებია ტარგეტი? ამ კვირაულის ფარგლებში ანუ 31-მდე ძირითადად არის საგანმანათლებლო საინფორმაციო და ეს ძირითადად მაინც აქცენტირებულია ახალგაზრდა ფენებზე მოსახლეობის. არის კიდევ საბათ საინტერესო იქნება მწერლებისათვის გამოკვლევა მათი. კი, ერთ-ერთი კლინიკა აკეთებს გამოკვლევებს მწერლებთათვის, იქ არის ძირითადად გაშუქება, რენტგენოსკოპია, არის ექიმის კონსულტაცია და შესაბამისად სტიმული იმისთვის, რომ გაიაროთ გამოკვლევა და ამის შემდეგ უბრალოდ გადააგდოთ. მაგრამ ძირითადად მაინც იქნება საინფორმაციო, ანუ სკოლებში, უნივერსიტეტებში, უმაღლეს სასწავლებლებში ლექციები, კონფერენციები და ასე შემდეგ. მოწოდება ხარ თავიდან ბოლომდე. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ამირან, იმით რომ იყავით დღეს ჩვენ გადაცემის სტუმარი. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ შეეშალა მაბნეთ ჩვევას და მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას და უბრალოდ იცხოვრეთ ჯანსაღი წესით ცხოვრებას. ჩვენ გადაცემაში რეკლამის შემდეგ ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით დროებით.